ექიმები დღეს მხედველობას ამოწმებენ. უბრალოდ აქ ხედავ სილუეტებს მაგალითად, მაგრამ ვერ ხედავ სახეებს. რატომ ვითარდება ახლო მხედველობა, შორს მხედველობა და ასტიგმატიზმი? -7.9. გაიგეთ, აქვს თუ არა თვალის პრობლემა თქვენს შვილს? კომპიუტერული ეპოქის განაჩენი, თვალის სიმშრალე. დასავლდა მხოლოდ 5 მმ, ეს ნიშნავს, რომ აქვს მაღალი ხარისხის სიმშრალე. გაიგე, რატომ გაქვს გამონახარი? ეს იყო ძალიან დიდი ზომის და აქაც და არის თუ არა ის კავშირში სქესობრივ ცხოვრებასთან და იკურნება თუ არა აკნე? არის თუ არა ვინმე დარბაზში, ვისაც აკნე აწუხებდა და ეს პრობლემა მოაგვარა. დაფიქრდით, თქვენს ჯანმრთელობაზე. ექიმები იწყება. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. მეგობრებო, დღეს მე კატეგორიულად მოვითხო, რომ დღევანდელი გადაცემის თემა მე წარვადგინო. რას ამბობ ლევან, ჩვენ არც კი გვიფიქრია ეს პასუხისგებლობა დღეს ჩვენ თავზე აგვეღო. ძალიან კარგი, მოკლედ კომფორტულად მოთავსდით თქვენ ტელევიზორებთან, ზოგი ძალიან ახლო, ზოგი ძალიან შორს, ზოგი შემიძლია დაგელოდოთ კიდეც სანამ თქვენ სათვალეს გააპრიალებთ. მე მაქვს დღეს პრივილეგია წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემა, რომელიც შეეხება მხედველობას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სათვალე რომ მოირგე კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ სად დაждები ტელევიზორთან? მე მობიწევს შორს დაждდომა. ანუ შორს მხედველი ხარ. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში არა მხოლოდ შორს მხედველობაზე, არამედ მხედველობის სამ ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე ვისაუბრებთ. ეს არის ახლო მხედველობა, შორს მხედველობა და ასტიგმატიზმი. თქვენ არც ერთ არ გაქვთ მხედველობის პრობლემა? მე არა. გამოწყდეთ ახლა ლინზები რომ მოგეკეთეთ. მე ყოფილა ერთი ბრუციანი ამ გადაცემაში. ლევან, როდის დაგეწყო პრობლემები? მე არაფერი პრობლემა არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში მხედველობის პრობლემები როდის დაგეწყო, ის მაინც გაგვიმხილე. ეს იმდენი ხნის წინ იყო კოტე, ჩემი და სათვალის ურთიერთობა როცა დაიწყო, რომ მე მგონია რომ საერთოდ სათვალით დავიბადე. დაახლოებით 5 წლის ასაკიდან გავხდი 4 თვალა. გიხდება ესე პრინციპში? ძალიან გიხდება. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია თუ რამდენად ხშირია ხალხში მხედველობის პრობლემა. გამარჯობა, რუსთავი 2-დან ვარ, აი იმ დაფაზე, თუ შეგიძლია მითხრა რა წერია. უყურეთ ექიმებს რუსთავი 2-ზე. უყურეთ ექიმებს? ბრავო. და მაინტერესებს რას ხედავ, რა წერია. აი ამ დაფაზე. უყურეთ ექიმებს რუსთავი 2-ზე. აი აქ არის დაფა. და რა წერია, თუ შეგიძლიათ წაიკითხოთ. არა, ვერც მოგიკითხო. უყარეთ, რას უყარეთ? ქვევით ვეღარ ხედავთ რა წერია. ვერა. დაფაზე წერია უყურეთ ექიმებს რუსთავი 2-ზე. ჩვენი შემდეგი თემა არის მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები და უყურეთ რომ გაიგოთ თქვენ გაქვთ თუ არა ეს პრობლემა. მადლობა. სათვალე შევიძინე დღეს კაკრას. და თუ ხედავთ რა წერია. უყურეთ ექიმებს. ხო, უყურეთ ექიმებს? ქვევით რა წერია. ქვევით ვეღარ ხედავ. ხარებში მაკლია, მოიცა. უყურეთ მეტი ვერაფერი ვერ დაგვი. უყურეთ ექიმებს რუსთავი 2-ზე ყოველ კვირას და გაიგებ. უყურებ, მიყვარს გვარებით ციციზებირა. ის კაი ბიჭები არიან ძალიან, უყურებ. მადლობა. დღეს ჩვენი ექსპერიმენტი დასრულდა. გამოვიკითხეთ 20 ადამიანი. აქედან 15 ადამიანს გაუჭირდა დაინახა მეორე მესამე სიტყვა, თუმცა დანარჩენმა 5-მა კარგად დაინახა თუ რა წერია დაფაზე. მე მგონი საინტერესო ექსპერიმენტი გამოგვივიდა, რა სიტყვით მეგობრებო. და ამასთანავე მინდა იმ ქალბატონს გადაუხადო უდიდესი მადლობა, რომ გვიყურებს და ბიჭების გვარები იცის ზეპირად, ნინო. მოკლედ, ვინც ვერ წაიკითხა, მათთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ. უყურეთ ექიმებს ყოველ კვირას რუსთავი 2-ის ეთერში.
მოკლედ, რატომ შევამოწმეთ ახლომხედველობაზე ხალხი? ამას აქვს თავისი მიზეზი. ახლომხედველობა ეს არის გაუარესებისაკენ უფრო მიდრეკილი და გავრცელებული დაავადება, ვიდრე დანარჩენი ორი, ანუ შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი. ანუ ლევან, შენ შეგიძლია უფრო მშვიდად იყო, ვიდრე ისინი, ვისაც ახლომხედველობა აღენიშნება. ჩვენ სტუმარს კი შედარებით უფრო დიდი პრობლემა აქვს, ის ახლომხედველია და თანაც საკმაოდ რთული ფორმა აქვს ახლომხედველობის. ჩვენთან სტუმრადაა ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია. სპეციალურად დაგვსვით, ხო, ერთად? ერთად მე და შენ სოლიდარობა. ჩვენ სათვალე ამისთვის მე ბახმარობ. სათვალე სახლშია დღეს. ძირითადად ტელევიზიაში კონტაქტური ლინზებით დავდივარ ხოლმე, თორე ისე შეუძლებელია. ხო, არა, მეც გამიკვირდა, ეხლა დიდი მინუსი აქვს ძალიან და ძალიან. სათვალოდ რო დაგინახე. ძალიან. შენ რამდენი გაქვს ოღონდ მე პლუსი? პლუსი მაქვს. რამდენი? 1 პლუსი. შენ რამდენი გაქვს? მაქვს -7.9. ბრმა ვარ ფაქტობრივად. მე და შენ ქუჩაში შეიძლება ვერ დავინახოთ ერთმანეთი ისე ხო, ჩაუვა. მე ხშირად მქონია ასეთი შემთხვევები, როდესაც ვთქვათ ისეთ გარემოში ვარ, სადაც არც სათვალე მაქვს, არც კონტაქტური ლინზები, უბრალოდ აი ხედავ სილუეტებს მაგალითად, მაგრამ ვერ ხედავ სახეებს და ყოფილა შემთხვევა, როდესაც არც კი მივსალბები ვარ ადამიანს და თუ არ იციან რა მჭირს, ფიქრობენ რომ საშინლად უტაქტო და უხასიათო ვარ. გიორგი, რა ასაკში დაიწყო ის სიმპტომატიკა და როგორ გამოვლინდა საერთოდ დასაწყისი ამ მე პრობლემატიკის? პირველი საიდანაც მახსოვს მე თვითონ, როდესაც სკოლაში შევდიოდი, მაშინ შეგვამოწმეს, იმიტომ რომ სავალდებულო იყო რომ შევემოწმინეთ და უკვე მქონდა -5. იმიტომ რომ ძირითადად ვერაფერი ვერ დავინახე, მაგრამ მთელი ბავშვობა მინდა გითხრათ რომ გავატარე უსათვალოდ. რატომ? იმიტომ რომ აი თქვენ მითებს რო ანგრევთ ხოლმე, კარგი იქნებოდა მაშინ ჩემი მშობლებისთვის დაენგრია ვინმეს ეს მითი, რომ სათვალე გამიზარმაცებდა თვალებს. უარეს შედეგს. ხო, უარეს შედეგს ისემდა და სწამდათ ჩემ მშობლებს რომ აი ვარჯიშებით შეიძლებოდა მხედველობის გამოსწორება და ვაკეთებდი ხოლმე ამ ვარჯიშს, რა თქმა უნდა, სინამდვილეში. ანუ ესეთი ლამაზი ბუნდოვანი ბავშვობა გქონდა. ძალიან ბუნდოვანი პირდაპირ მშობლები ცაზე ერთი ვარსკვლავი კაშკაშებდა ჩემთვის მარტო, სირიუსი ყველაზე მაგრად რომელიც ანათებს მინდორი იყო აი ყოველთვის ერთი ფერის, არანაირი დეტალების გარეშე, ხელოვნურ საფარიანივით, ხეები იყო აი ერთი დიდი ლაქა, ადამიანები ბუნდოვანი და ასე შემდეგ. კარგად ერკვევი ახლომხედველობის და შორსმხედველობის პრობლემაში. იცი თუ რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს? დაახლოებით ვიცი, ყოველ შემთხვევაში თქვენზე უკეთ არ მიცოდინება რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ რაც მჭირდება, მე ვიცი, რა თქმა უნდა ეს არ მშველის იმაში, რომ უკეთ დავინახო. მოდი აბა ახლა შევამოწმოთ, რამდენად ერკვევი, თუ გამოიცდო ამ აღნიშნულ სურათებზე თითოეული შემთხვევაში, როგორ ხედავს ადამიანი. აი, პირველი მაგალითად ხედავს, მე მგონი უპრობლემოდ. გეთანხმები მართალია. მეორეზე ბავშვი, რომელიც ახლოს არის, კარგად ჩანს და შორს ვერ ვხედავთ, ეს არის ჩემი ვარიანტი, მე მგონი ალბათ, ანუ ახლომხედველის ხედვა, მესამეა ლევანის ვარიანტი. იმიტომ რომ ახლოს ვერ ხედავს, მაგრამ შორს ხედავს. მეოთხე არის რეიჩალზის ვარიანტი. და მეოთხე იქნება ყველა მიმართულებით რომ არეული ამბავი. გაფუჭებული გამოსახულება, ალბათ ასტიგმატიზმი. ხოჩო გიორგი, პროფესიონალი ყოფილიყარ ამ საქმეში, მეტი რადგან. როგორ ეთქობა რომ ნატანჯი არის ბავშვობაში ექიმებთან სიარული. ერთად აუხსნათ მაყურებელს თვალის ანატომია. წამომყევი სტუდიის მარცხენა მხარეს გადავინახოთ. აი აქ გვაქვს თვალის მულაჟი, რომელიც გამოხატავს მის ანატომიას. გარედან ეს არის რქოვანა გარსი. მერე არის ფერადი გარსი, ანუ ირისი. ეს არის თვალის გუგა. აქ არის თვალის ბროლი, რომელიც ასაკთან ერთად მერე გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და ფსკერი, ეს არის ბადურა გარსი. მარტივია ძალიან. გარეთა გარსი, ფერადი გარსი, თვალის გუგა, ბროლი და ფსკერი თვალის. პოტე, დიდი მადლობა ანატომიის გაკვეთილისთვის. ეხლა მაყურებელს აუხსნათ გრაფიკაზე თუ როგორ ხედავთ. ეს არის ადამიანის ნორმალური თვალი, რომელშიც მოხდება სინათლის სხივი, რომელიც გაივლის ამ გუგას. გარდატყდება თვალის ბროლზე, რომელიც კოტემ გაჩვენა თვალის ბროლი, ფოკუსირება სინათლის სხივის მოხდება ბადურაზე. სწორედ აი აქ არის განთავსებული სპეციალური რეცეპტორები, მხედველობის რეცეპტორები, რომელიც ამ სინათლის სხივს გარდაქმნიან ელექტრულ იმპულსებად, რის საშუალებითაც ის მიეწოდება თავის ტვინს და ჩვენ ხედავთ გამოსახულებას. საერთოდ ნორმალური თვალის სიგრძე საშუალოდ არის 24 მმ. ახლომხედველობის და შორსმხედველობის პრობლემატიკა ზუსტად მაშინ ვლინდება, როცა აი ეს თვალის სიგრძე არის ან არასტანდარტული ზონის, ან უფრო მოკლე, ან უფრო გრძელი. აი პირობითად რომ ვნახოთ, ეს არის თვალის ნორმალური ზომა, ანუ 24 მმ. როდესაც თვალი ამაზე უფრო გრძელია, არის ადამიანი ახლომხედველი. როდესაც არის უფრო მოკლე, ეს არის უკვე შორსმხედველობის მდგომარეობა და ადამიანი უფრო კარგად ხედავს შორს, ვიდრე ახლოს. ანუ გრძელი ვარ მე, მოკლე ლევანი. კი, ესე გამოდის. ესეც შეგვიძლია გრაფიკაზე ვნახოთ, როგორც ხედავთ, თვალი უფრო მოკლეა ვიდრე ჩვეულებრივი ზომის, სინათლე შედის თვალში და გამოსახულება ფოკუსირდება ბადურის უკან და არა მასზე,
როგორც უნდა იყოს ფიზიოლოგიურად. შედეგად ადამიანი უფრო უკეთ ხედავს შორეულ საგნებს, ახლოს მდებარე საგნებზე კი ფოკუსის გასწორება უჭირს. იმ შემთხვევაში, როდესაც თვალი უფრო გრძელია, შესაბამისად გავლილი სინათლე ბადურამდე ვერ აღწევს და აისახება ბადურის წინ. შესაბამისად, ადამიანი ამ შემთხვევაში არის ახლო მხედველი. კიდევ ერთხელ რომ დავკონკრეტნეთ, როდესაც არის თვალის სიგრძე გრძელი, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არის ახლო მხედველი. ანუ მას მივანიჭოთ მინუსი. როდესაც თვალის კაკალი ანატომიურად არის მოკლე, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არის შორს მხედველი, მას მივანიჭოთ ჩვენ პლუსი. და არის კიდევ ერთნაირი სახეობა თვალის დაავადების, რასაც ქვია ასტიგმატიზმი და გიორგი მწერგან სწორედ აღნიშნა. და ასტიგმატიზმის დროს ადამიანის რქოვანი, ანუ აი ეს ზონა არის არასფერული, არაგლუვი და ამიტომ და ოდნავ წინ წამოსული და შესაბამისად მხედველობა მკვეთრად არის არეული ასტიგმატიზმის მდგომარეობისას. აი დაახლოებით აი ესეთი თვალის ფორმა არის ასტიგმატიზმის დროს. ასტიგმატიზმის შემთხვევაში ეს რქოვანა შედარებით წინ არის წამოწეული, შეიძლება არასწორი იყოს, ამიტომ გამოსახულება ფოკუსირდება სხვადასხვა ადგილას. შეიძლება ბადურის წინ იყოს ნაწილი ბადურის უკან, ამიტომ ასტიგმატიზმის დროს ადამიანებს აქვთ ბუნდოვანი ხედვა. გიორგი, თუ იცი შენ საერთოდ რა იწვევს ამ პრობლემებს? რა არის დამძრავი მექანიზმი? ჩემ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ გენეტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. იმიტომ რომ 5 წლამდე მე ისეთი დაღლილობა და ისეთი დატვირთვა თვალებზე არ მქონდა, რომ ამას გამოიწვია. მოდი ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ სპეციალისტი მოვიწვიოთ სტუდიაში, მას ასე ექიმებთან სტუდიაში სტუმრად არის ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო კვარაცხელია. გამარჯობა ნინო. გიორგი დაუბრუნდეთ ჩვენ მაგიდას, მოგესალმებით, დაბრძანდით. რადგან ჩვენ გვყავს დღეს სტუმრად გიორგი და გიორგის აწუხებს უკვე ბავშვობიდან ახლო მხედველობა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა თვალის ბავშვობა ნახევარი ვერ დაუნახავს. რა იყო ის დამძრავი მექანიზმი, რაც მიზეზი იყო იმისა, რომ ახლო მხედველობა ჩამოყალიბდა? ჯანმრთელი ბავშვი იბადება პლუსით. მას აქვს დაბადების ეს +4. ასე კი მატებასთან და ზრდასთან ერთად 3 წლის ბავშვს აქვს უკვე +2, 5 წლის ასაკში +1, 6-7 წლის ასაკში უკვე ნორმალურ ზომას უახლოვდება ანატომია თვალის. თუ ბავშვი იბადება არა +4-ით, არამედ უფრო მეტი პლუსით, ესე იგი პლუს თუნდაც მაგალითად +7 აქვს, 4 ქრება და +3 რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასევე ასტიგმატიზმიც, როგორც უკვე თქვენ აღნიშნეთ, ეს არის რქოვანის არასფერული ფორმა. ესეც არის თანდაყოლილი პრობლემა, გენეტიკურად განპირობებული, რომელიც შეძენილი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის მექანიკური ზემოქმედება, რაიმე ტრავმა, დიახ. ტრავმის შემთხვევაში ან რქოვანის გადატანილი ანთების შედეგად შეიძლება მას ფორმა შეეცვალოს. ესეთ შემთხვევაში ასტიგმატიზმი არის შეძენილი. უფრო მეტად გავრცელებული პრობლემა ეს არის ახლო მხედველობა, რომელიც დაახლოებით 5-6 წლის ასაკში იჩენს თავს. ძირითადი მაინც ეს არის გენეტიკური ფაქტორი. გიორგის შემთხვევაში თუ უსმედით, მას არ გაუკეთებია სათვალე ვთქვათ, როგორც კი გამოჩნდა, ეს არის თუ არა ასევე დამძრავი და გამოუარესებელი ფაქტორი მხედველობის გაფუჭებისკენ. დაავადება არის პროგრესირებადი, როგორც მიხვდით გიორგის შემთხვევაშიც ესე მოხდა. რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს სათვალების დანიშნვა, ვინაიდან არ მოხდეს თვალის ფუნქციის დაკარგვა, ამ შემთხვევაში ზარმაცი თვალის განვითარება. ვინაიდან ზარმაცი თვალი უკვე სამწუხაროდ არ ინკურნება არანაირი ქირურგიული მეთოდით, მაშინ როდესაც შეიძლება ახლომხედველი ადამიანი განიკურნოს, სათვალეები მოიხსნას. სამივე დაავადება, ახლო მხედველობა, შორს მხედველობა და ასტიგმატიზმი ინკურნება მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული გზით. ვარჯიშს რამდენად აქვს მნიშვნელობა იმისათვის, რომ მხედველობა გამოისწორო, იმიტომ რომ მთელი ბავშვობის განმავლობაში მაკეთებიებდნენ ამ ვარჯიშებს, თუნდაც პატარა მინუსის ან პლუსის გასწორება შეიძლება ვარჯიშით? ვარჯიშით უბრალოდ მექანიზმს აგიხსნით, რა ხდება? ვარჯიშით ხდება თვალში შიგნით არსებული ფოკუსირებაზე პასუხისმგებელი კუნთების, ესე ვთქვათ, სტიმულირება, გააქტივება და არა თვითონ დაავადების განკურნება. არ არსებობს არანაირი მალამოჯადოსნური ან წვეთი, რომელიც კურნავს ახლო მხედველობას. ვიცოდეთ, რამდენი დრო და ენერგია მაქვს დახარჯული მე და ჩემს საცოდავ მშობლებს ვარჯიშებზე სიარულით. ვარჯიში პროფილაქტიკის მიზნით ანუ მაინც კარგია მე მგონი და ამის შესახებ რჩევებს ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში მოგცემ. ნინო, როგორც თქვენ ბრძანებთ, დაავადების დასაწყისი ძირითადად ემთხვევა ასაკს 6-დან 12 წლამდე. ჩვენ სტუდიაში დღეს ყავს ერთი შესანიშნავი სტუმარი, პატარა ნიკუშა, რომელიც ჩვენ სტუდიაში მოვიდა დედასთან ერთად და კითხვა აქვს ოფთალმოლოგთან. ნიკოლოზი არის 6 წლის, დროის გარკვეულ ნაწილს ატარებს კომპიუტერთან. ხოლო როდესაც ჯდება ტელევიზორის საყურებლად, ითხოვს, რომ იგივე დისტანციაზე დაჯდეს, ანუ ახლოს ტელევიზორთან. და ისე უყუროს, მაგრამ ხანი ძახის რომ ხედავს, ხანი ძახის რომ ვერ ხედავს და ვერ ხვდები ეს უბრალოდ ჩვევა, იმიტომ რომ ახლოს უყურებს კომპიუტერს და მე ტელევიზორთანაც იგივე
ნაირად უნდა რომ უყუროთ. ძალიან კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ ამას აქ 6-12 წლის ასაკში ბევრ მშობელს აინტერესებს თუ როგორ მიხვდეს აქვს თუ არა ბავშვს საერთოდ მხედველობის პრობლემა. თუ შენიშნეთ რომ ბავშვი მიდის ახლოს ტელევიზორთან, წერის და კითხვის დროს თავი ახლოს თუ მიაქვს წიგნთან და ახასიათებს თვალის ნაპრალის დაპატარება, ეგრეთ წოდებული მოჭუტვა. აუცილებელია ამ შემთხვევაში მიმართოთ ოფთალმოლოგს, რომ არ შეგვეშალოს ეს არის ჩვევა თუ რეალურად დაავადების წინა პირობა. აბა წერის დროს შეგინიშნავთ, რომ ასე წერდეს ბავშვი, ან ასე არასწორად ასე ვთქვათ. არა, ესე ახლოს არ მიაქვს წერის დროს. კითხვის დროს? არა. ჭუტავს თვალებს? არა. არ ჭუტავს. რას ვერ ჭითან ბავშვი? აი უბრალოდ ახლოს უნდა რომ ტელევიზორთან ძალიან ახლოს იჯდეს. ეს შეიძლება იყოს ჩვევა, შეიძლება იყოს ახლომხედველობა, უკვე დასაწყისი. აუცილებელია ერთხელ მაინც უნდა იქნას გამოკვლეული. თქვენ და როცა მოდიან პაციენტები რა გზით ახდენ მხედველობის დიაგნოსტიკას? არსებობს ესეთი კომპიუტერული აპარატი, რომელიც თვითონ აფიქსირებს ადამიანის ხედვას, მინუსი აქვს, პლუსი აქვს თუ ასტიგმატიზმი და რა ხარისხით არის გამოხატული. ამის შემდეგ უკვე აუცილებელია გაკეთდეს სუბიექტური გამოკვლევა. სუბიექტური გამოკვლევით ხდება პროცენტის დაფიქსირება, თუ რამდენ პროცენტს ხედავს ადამიანი. სუბიექტური გამოკვლევისთვის არსებობს სხვადასხვა ტაბულები. შევმოწმოთ ნიკუშას მხედველობა, თუმცა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას ვერ შევძლებთ, მაგრამ გვაქვს გამოცდილი ტაბლო. მაშ ასე, ნიკუშა, მზად ხარ რომ შეგიმოწმოთ მხედველობა? ძალიან კარგი, გავამხნევოთ ნიკუშა. ეს არის სნელენის ტაბულა, აქ არის ნიშნულები. ძალიან მხარე აქვს დახურული, მეორე მხარე ეს არის გახსნილი, ესე ვთქვათ, პირი. პაციენტმა უნდა გვიპასუხოს თუ რა მიმართულებით იყურება ეს ნიშანი. ქვევით. ოჩახ, საით არის გახსნილი? ეს საით არის გახსნილი? ქვევით. ოჩახ, ეს? ზევით. მარჯვნივ. ოჩახ, ეს საით არის გახსნილი? ქვევით. მარცხენა თვალი ჩვენ მე მგონი ძალიან კარგად შევამოწმეთ და კარგადაც ხედავს, მაგრამ შევამოწმოთ მოდით მარჯვენა თვალი. საით არის გახსნილი? გაგვაგონე ნიკუშ. საით არის გახსნილი? მარჯვნივ. აი ეს. ჩვენ დავადგინეთ ახლა რომ ნიკუშა მარჯვენა თვალით შედარებით უფრო სუსტად ხედავს ვიდრე მარცხენა თვალით. ამას ჭირდება რა? დედიკოს გასაგონად რომ ჩაიტაროთ ადეკვატურ პირობებში ადეკვატური გამოკვლევა. თქვენთან მოვიდა ნიკუშა და ნიკუშას დედა გამოკვლევებზე და დაუსვით დიაგნოზი. შემდეგ რა ხდება? უნიშნავთ სათვალეს, უნიშნავთ ვარჯიშებს. ეს იქნება ახლომხედველობა, შორსხედველობა თუ ასტიგმატიზმი. სამივე შემთხვევაში აუცილებელია დროულად სათვალების დანიშნვა, იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ზარმაცი თვალის განვითარება. და ნიკუშას მშობელს გავაფრთხილებთ, რომ 6 თვეში ერთხელ კონტროლზე იაროს ოფთალმოლოგთან. ძალიან დიდი მადლობა ნიკუშ მონაწილეობისთვის და ასეთი გმირული საქციელისთვის. გასაგებია ახალგაზრდა ასაკში და ბავშვების ასაკში დადგენილი პრობლემები, მაგრამ მრავალი ადამიანი, რომელიც ნორმალურად ხედავს მთელი თავის ცხოვრების მანძილზე და შემდგომში უკვე ხანდაზმულობის ასაკში ვითარდება მხედველობის პრობლემები და უკვე ჭირდება სათვალე. მაშინ, როდესაც პაციენტი უკვე 40 წელს გადაცილდება, ხდება, უთ არ არის აუცილებელი ზუსტად 40 წლის ასაკში მოხდეს ეს ყველაფერი. ესე ჭირობათ სათვალეები, პლუსი, საკითხავი სათვალე. ამ შემთხვევაში ეს არ არის დაავადება პლუსი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მოკლე თვალის ღერძი. ეს არის თვალში შიგნით არსებული კუნთების ელასტიურობის დაქვეითება. ეს კუნთები ჩვენ 40 წლამდე გვემსახურება ორივე მანძილზე, როგორც შორს ასევე ახლოს და ამ კუნთებს ძალიან დიდი ენერგიის ხარჯვა უწევთ იმისათვის, რომ ჩვენ წავიკითხოთ, ახლო მანძილზე რაიმე გავაკეთოთ. როდესაც უკვე ასაკი იგვემატება, ელასტიურობა ქვეითდება ამ კუნთების და დამხმარეთ გჭირდება უკვე საკითხავი სათვალე. რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალურია, ყველა არ გვაკითხავს 40 წლის ასაკში, ზოგი მას შეიძლება 50 წლის ასაკში პირველი სათვალისთვის მოგვაკითხოს, ზოგი კი 29 წლის ასაკში უკვე ამ სათვალისთვის მოდის. ძალიან დიდი მადლობა ნიკუშას პირველ რიგში, რომელიც ჩვენთან სტუდიაში იყო დღეს. ძალიან დიდი მადლობა გიორგის დაგვითმოდრო, გავიგეთ რა არის ახლომხედველობა, გავიგეთ რა არის შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი, ასევე გავიგეთ თუ რა იწევს მათ და როგორ უნდა მივხვდეთ ჩვენ გვჭირს თუ არა ეს პრობლემატიკა. ქალბატონ ნინოს ჯერ არ ვემშვიდობებით, რეკლამის შემდეგ ჩვენ მასთან ერთად კომპიუტერის ეპოქის მთავარ პრობლემაზე, თვალის სიმშრალეზე ვისაუბრებთ. რეკლამის შემდეგ კომპიუტერული ეპოქის განაჩენი თვალის სიმშრალე დასოლდა მხოლოდ 5 მილიმეტრი ეს ნიშნავს იმას რომ აქვს მაღალი ხარისხის სიმშრალე. გაიგეთ როგორ დაიცვა თვალი კომპიუტერის მავნე ზემოქმედებისგან. 5 ძირითადი რჩევა, რომლის გათვალისწინების და დაცვის შემთხვევაში
ექიმები ეთერში ბრუნდება, ჩვენ დღეს თვალებზე ვსაუბრობთ გადაცემის შემდეგ ნაწილში კი კანის ყველაზე გავრცელებულ დაავადებაზე, აკნეზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. ჩვენთან ერთად დღეს არის მშვენიერი ოფთალმოლოგი ნინო კვარაცხელია. ნინო, დაგვეთანხმება ალბათ, რომ 21 საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის მშრალი თვალის სინდრომი. ის ერთი რამე უნდა ვთქვა დასაწყისშივე, რომ ჩვენ და განსაკუთრებით უფროსი თაობის ხალხს ძალიან უყვარს ხოლმე ყველაფრის კომპიუტერზე გადაბრალება, რომ აი იმიტომ გჭირს ყველაფერი, რომ კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს. სინამდვილეში აუცილებელი არ არის, ხო, რომ კომპიუტერის მონიტორს დავაბრალოთ ეს ყველაფერი. დიდხანს ფოკუსირებული მზერით თუ უყურებთ ნებისმიერ საგანს, მაგალითად წიგნის კითხვის დროსაც, თუ ძალიან დიდხანს ერთ ადგილზე ვიყურებით და თვალებს არ ვახამხამებთ, ამან შეიძლება თვალის გაშრობა გამოიწვიოს. კიდე რა შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს? კონდიცირება, გამოთბობელი სისტემა, ეს ყოველივე აშრობს თვალს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე არის კომპიუტერი, შემდეგ კონდიცირება, გამოთბობელი სისტემა, ეკოლოგიის ცვლა, სიგარეტის კვამწერასი. ასევე. ანუ პერიოდულად აირი უნდა განიავდეს, სადაც არის ჩართული კონდიციონერი გამოთბობელი. წარმოიდგინეთ ახლა ადამიანი მუშაობს ისეთ სამსახურში, დღის განმავლობაში დიდ ნაწილს ატარებს კომპიუტერთან. ამასობაში ოთახი თბება ან გრილდება კონდიციონერით, ასე ვთქვას და 1-2 ჯიგარი თანამშრომელი წიქვე პაპიროს გააბოლებს ხოლმე პერიოდულად. აი მაგ დროს განვითარდება ეს საყვარელი არაჩვეულებრივი თვალის სიმშრალე. ეგეთმა ადამიანმა უნდა მოითხოვოს ძალიან კარგი სამედიცინო დაზღვევა იმ სამსახურში, იმიტომ რომ თვალის ექიმთან ხშირად მოუწევს სიარული. ალბათ მაყურებელს აინტერესებს რაიმე გამოკვეთილი სიმპტომები თუ აქვს თვალის სიმშრალეს. როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ აქვს მშრალი თვალის სინდრომი? შეიძლება რომ გითხრათ ეკო. აბა გისმენთ. გამოიჩინე თავითაც. მაძლევლება. ოფთალმოლოგიაში შენი ღრმა ცოდნა გვანახე. თვალის სიმშრალის სინდრომს აქვს 8 გამოკვეთილი სიმპტომი. ესენი არის პირველ რიგში სიწითლე, შემდეგ არის თვალის ტკივილის შეგრძნება, მარტივი ტკივილი, წვის შეგრძნება, ქავილის შეგრძნება ლევან, ასევე შესაძლებელია იყოს უცხო სხეულის შეგრძნება მუდმივად პრაქტიკულად, მხედველობის დაბინდვა, მცირე წებოვანი გამონადენი თვალიდან და მერვე ბოლო ეს გახლავს უნებლიეთ სრემლდენა. შეიძლება ესე ოფთალმოლოგს მიმართათ. გადაამოწმო გინდა ახლა სწორად. აუცილებლად. კი ბატონო. შესაძლებელია რომ თვალის სიმშრალე გადაიქცეს უდესმე უფრო სერიოზულ დაავადებად, მაგალითად ანთებად, მხედველობით დაქვეითების მიზეზი შეიძლება გახდეს ან რამე მსგავსი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება, მაგრამ შესაძლებელია, როგორც უკვე დათომ აღნიშნა, თვალის სიმშრალეს ახლავს მუდმივი მოსრესვის სურვილი, მექანიკური ზემოქმედების და მუდმივად გახშირებული ქავილის შემდეგ ინფექციის წყარო და შეიძლება ასტიგმატიზმიც კი შევიძინოთ. მე თუ შეიძლება დარბაზს ვკითხავ, რამდენ თქვენგანს აწუხებს თვალის სიმშრალე? აი თქვენ კითხავთ, თუ შეიძლება რას უკავშირებთ თქვენი თვალის სიმშრალეს როგორ? ზოგადად დღის რეჟიმის და გრაფიკიდან გამომდინარე, ანუ სწავლობ, მუშაობ და შესაბამისად ჩემი საქმიანობის 90% მთლიანად არის ცოტა ელექტრონულ მედიაზე დამოკიდებული და კომპიუტერთან ვარ, ასე ვთქვათ, მიჯაჭვული მინიმუმ სულ მცირე 7-8 საათის გატარება მაინც მიწევს კომპიუტერთან და შესაბამისად რამდენიმე საათის კითხვის მერეც უკვე გრძნობ დაღლილობას თვალებში და ეს სიმპტომებიც ჩამოთვალეთ, მცირე ქავილი და წვის შეგრძნებაც მაქვს ხოლმე. მაინტერესებს იცით თუ არა რომ არსებობს ესეთი კომპიუტერთან ჯდომის ჰიგიენა, კომპიუტერის ჰიგიენა. კი, რაღაც მსმენია ბავშვობაში დაახლოებით, როდესაც უკვე ახალი შემოსული იყო ეს კომპიუტერი და ასე შემდეგ. თუ შეიძლება რომ განმობრძანდეთ ჩვენთან და ჩვენ გეტყვით 5 ძირითად რჩევას, რომლის დაცვის შემთხვევაშიც ძალიან სასიამოვნო გახდება თქვენი და კომპიუტერის ურთიერთობა და ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ კომპიუტერი გულს აღარ გადგენთ ასე. უფრო სწორად თვალს. თუ შეიძლება აქვე სტუდიაში რომ დავადგინოთ მართლა აქვს ამ ადამიანს თუ არა თვალის სიმშრალე. ქაღალდის ფირფიტების გამოყენებით მოხდება დიაგნოსტირება, შეიძლება ზევით იყურებით. ქვედა ქუთთოებზე უნდა ჩამოვდოთ ქაღალდის ფირფიტები. დიახ. უნდა ვთხოვოთ პაციენტს დახუჭოს თვალი, დახუჭოთ თუ შეიძლება დახუჭოთ თვალი. ესეთ პოზიციაში არის 3 წუთის განმავლობაში. 3 წუთის განმავლობაში. დავუხდეთ 3 წუთი. თუ ქაღალდის ფირფიტა დასრულდება თავიდან ბოლომდე, ადამიანს პაციენტს არ აქვს ანუ ეს ფირფიტა ერთგვარი ესეთი საშრობის ფუნქციით არის, ხო, შეიწოვს ამ ცრემლს და საშუალო ხარისხის გამოხატულება იქნება იმ შემთხვევაში, თუ ნახევრად დასრულდება, თუ საერთოდ არ დასრულდა, ესე იგი ეს არის მაღალი ხარისხის სიმშრალე. დავუშვათ ესენი დასრულდა ბოლომდე და არ არის აქ თვალის სიმშრალე. იგივე სიმპტომები, ანუ იგივე შეგრძნება, რაც აქვს ადამიანს, რაც ახლა ანი მოგვახსენა ჩვენ. შესაძლებელია სხვა რამის მანიშნებელი იყოს და არა თქვა თვალის სიმშრალეს და უბრალოდ გავდეს ესენი ერთმანეთს. ეს შეიძლება იყოს წინამორბედი რომელიმე ანთებითი პროცესის. უბრალოდ ანთებითი პროცესი და შესაძლებელია კონდეს ეს შეგრძნება. ჩვენ შეგვიძლია უთხრათ, ანის აქვს თუ არა თვალების სიმშრალე. დასრულდა მხოლოდ 5 მმ, ეს ნიშნავს იმას, რომ აქვს მაღალი ხარისხის სიმშრალე.
ანუ გამოდის რომ ანის მართლაც ქონია თვალების სიმშრალე. დიაგნოზი გასაგებია, მაგრამ მე მგონი კარგი იქნება დავეხმაროთ ახლა ანის აქვე გადაცემაში რომ შევუმსუბუქოთ თვალის სიმშრალე. მდგომარეობის შესამსუბუქებლად მხოლოდ დამატენიანებლები შეაწყვეტება, რომელთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. შეგიძლიათ ჩაიწვეთოთ მინიმუმ 2 წუთი, მაქსიმუმ 10 ჯერაც კი. დღის განმავლობაში შესაძლებელია 10 ჯერაც კი. გააჩნია სიმშრალის გამოხატულებას. გარდა იმისა, რომ დამატენიანებლებს ურჩევთ პაციენტს, აუცილებლად კომპიუტერთან მუშაობის ჰიგიენა არსებობს. ვასწავლოთ კომპიუტერთან მუშაობის ჰიგიენა. ani, შემოbrunდი. იგრძენი თავი როგორც საკუთარ სამუშაო კომპიუტერთან. დაპირებული 5 რჩევა კომპიუტერის ჰიგიენასთან დაკავშირებით. დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი მონიტორი მოითხოვს კონცენტრაციას, მხედველობით და განსაკუთრებით ზემოქმედებს თვალზე. დაახლოებით ისე, რომ მუდმივად უყურებდე ანთებულ ნატურას. წარმოგიდგენიათ, ახლა ეს თვალისთვის რა დისკომფორტია და ამის ხანგრძლივი გაკეთება, რომ პრობლემას შექმნის თავისთავად. პირველი წესი ეს გახლავს მონიტორთან მუშაობის დროს 20-30 წუთი მუშაობის შემდეგ უნდა შეისვენოთ 2-3 წუთის განმავლობაში. კომპიუტერთან შესვენება გულისხმობს ავდგეთ სამუშაო ადგილიდან და მზერა გადავიტანოთ შორმანძილზე. იმ შემთხვევაში თუ არ არის ფანჯარა სამუშაო ოთახში და თუნდაც ვენტილირებადია ზოგადად ოთახი, ისეთ მარტივი რჩევა მინდა მოგცეთ, როგორც არის თუნდაც თვალები დახუჭოთ საათში ერთხელ 5 წუთით. შეგიძლია ახლა ცოტა ხანი დახუჭოთ თვალები, რომ დიდხანს იმუშავე შენ ახლა კომპიუტერთან, მანამდე კი გეტყვით მე მეორე რჩევას. ეს გახლავთ მანძილი მონიტორსა და შენ შორის, ანუ მონიტორს და თვალებს შორის. ეს უნდა იყოს სულ მცირე 40 სანტიმეტრი, ხოლო 17-19 დიუმიანი მონიტორის შემთხვევაში ეს უნდა იყოს 50-60 სანტიმეტრი. ეს მანძილის დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ, ნორმალური მანძილია? მისაღები აბსოლუტურად. აბსოლუტურად მისაღები მანძილია. გადავინაცვლოთ შემდეგ რჩევაზე, თვალებს და მონიტორის ცენტრს შორის დახრის კუთხე უნდა იყოს დაახლოებით 15-30 გრადუსი. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ მონიტორს მუშაობის პროცესში უნდა უყურებდეთ ზევიდან და არა პირიქით ქვემოდან ზემოთ შეხურებდეთ, ასე ვთქვათ, მონიტორს. ანუ შეგიძლია შენ ახლა შენი სამუშაო სკამი აწიო, ჩვენ გაჩვენეთ, კიდევ თუ შეგიძლია ცოტაც. აი დაახლოებით ასეთ სიმაღლეზე მონიტორთან უნდა მუშაობდეთ ზემოდან ქვემოთ. უნდა უყურებდეთ ზემოდან ქვემოთ და თუ შეგვიძლია ამაზეც რომ ორი სიტყვით აუხსნათ მაყურებს რატომ პრინციპში ფაქტიურად შეუძლებელია, თუნდაც მოვსინჯოთ 5 წუთითაც კი იღლება ზოგადად ორგანიზმი და ამ შემთხვევაში ქვევიდან ზევით ყურების დროს სისხლის მიწოდება თვალებთან არის დარღვეული, რაც უარყოფითად მოქმედებს. მეოთხე რჩევა მონიტორის ირგვლივ ფონური განათება არ უნდა იყოს არც უსიამოვნო ძლიერი, არც ძალიან სუსტი. და ის არ შეიძლება რომ ყოველდღე დაუშვებელია კომპიუტერთან მუშაობა ცუდი განათების ან ბნელ ოთახში საერთოდ, ან მაგიდის განათების პირობებში. განათება უნდა იყოს სასიამოვნო და თანაბარი, არც ზედმეტი და არც ნაკლები ამ შემთხვევაში. და მეხუთე ბოლო რჩევა, ეს არის მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს არც ერთ შემთხვევაში სხვა სინათლის წყალოს. ფანჯრიდან შევამავალ მზის სინათლეს, ნატურას ან სხვა სანათი ხელსაწყოს არ უნდა ირეკლავდეს მონიტორი მუშაობის პროცესში. ეს არის 5 ძირითადი რჩევა, რომლის გათვალისწინების და დაცვის შემთხვევაში თქვენი თვალები ბევრად უკეთესად იმუშავებს, ბევრად დასვენებული იქნება და შესაბამისად პრობლემა, რომელსაც თვალის სიმშრალე ქვია, ნაკლებად ან საერთოდ არ შეგაწუხებთ. რეზუმეს გავაკეთებდი, პირველ რიგში ესე იგი დასვენება ყოველ ნახევარ საათში ან თუ შემთხვევაში საათში ერთხელ, განათება მარცხენა მხრიდან, სინათლის წყარო მარცხენა მხრიდან დაეცემოდეს, არ უნდა იყოს თეთრი განათება, უნდა იყოს თბილი, ესე ვთქვათ, ყვითელი განათება და დამატენიანებლების ჩაწვეთება. ხომ ძალიან მარტივი წესებია, ხო? და მე კიდე ერთი ის მაქვს, რომ აი საწოლში როდესაც ესე ლეპტოპს დაედებენ და მუშაობენ, ესე არ ვარგა, ხო, მუშაობა რამდენადაც ვიცი, ხო? ჯობია რომ მიჯდე და დაამთავრო სამუშაო და შემდეგ გადაინაცვლო საწოლში და დაიძინო, ხო? ani, მოკლედ ჩემ დარწმუნებული ვარ, რომ ამ წესებს რაც ახლა გაიგე, გაითვალისწინებ და შეასრულებ და თვალის სიმშრალე გაგივლის და დაგივიწყებს. ახლა მე მინდა რომ გაჩვენო ძალიან მარტივი ვარჯიშები, რითაც შეიძლება გადაღლილი თვალი ასევე დაასვენო. მოდი ადექი ჩემს გვერდით. ანუ ეს არის ფანქარი, ხო? არაფერი განსაკუთრებული და მოდი ესეთი ვარჯიში გავაკეთოთ. ცოტა შორ დავიჭიროთ ჩვენ ხელი. მე ოდნავ დავაახლოთ, ისე რომ არ დაგვეღალოს ძალიან თვალი და შევხედოთ ფანქრის წვერს, ამ შემთხვევაში საშელს, ხო? მაშინ როცა თვალი დაძაბულობას შეიგზნობს უკვე თუნდაც მინიმალურს, ხო? მომენტალურად შეეცადე გადაიტანო შენი მზერა აუდიტორიისკენ. აბა შეეცადე? შემდეგ ისევ შეეცადე გადმოიტანო შენი მზერა ფანქრის წვერზე. 15 ჯერ შეგიძლია გააკეთო ეს ვარჯიში, ანუ შევხედოთ ფანქრის წვერი, შემდეგ აუდიტორია, ფანქრის წვერი, აუდიტორია. კი, ფოკუსცული, ძალიან სწორად აღნიშნე, რაც ნინომ გვირჩია, ეს არის თვალის კუნთოვანი სისტემის საკმაოდ კარგი ვარჯიში. კიდე გარდა ამის არის ვარჯიში, იგივე შეიძლება გაკეთდეს
შუშაზე არჩეული წერტილიდან და გავიხედოთ სივრცეში. დავხედოთ მე მინაზე არჩებულ წერტილს, გავიხედოთ სივრცეში. და კიდევ ერთი ვარჯიში არსებობს. მაგალითად, დავხუჭოთ ძალიან მაგრად თვალები. 3 წამის განმავლობაში. შემდეგ გაახილე და დაახამხამე რამდენჯერმე. გაი მეორე? ლამაზი თვალები გაქვს, შენ კარგად გამოგდის. დახურე თვალები, მოუჭირე მაგრა. გაახილე და დაახამხამე. ეს ვარჯიში იწვევს თვალის კუნთების ასევე მოდუნებას და ამცირებს თვალის დაძაბვას. მოდით დარბას მინდა ვთხოვოთ, რომ მარტივად ჩვენი თხოვნაა ყველამ ერთად დავხუჭოთ თვალები 3 წამით, მაგრად. 1, 2, 3 გავახილოთ და დაახამხამეთ. ძალიან დიდი მადლობა. ეს ვარჯიში მხედველობისთვის იყო სმენის შემდეგ მოგაქვია. ნინო, თქვენ ხომ არ დაამატებდით რაიმე ვარჯიშს? კუნთის გავარჯიშებისთვის და დასვენებისთვის შემიძლია რეკომენდაცია გაუწიოს სპორტის ისეთ სახეობას, როგორც არის მაგიდის ტენისი. ანუ ბურთის სწრაფი მოძრაობისას თვალის კუნთოვანი აპარატი ვარჯიშობს, ეს არ ვიცოდი. და თუ იცოდი შენ? არ ვიცოდი, მაგრამ მაგ ფანქრების მოტანას მოგეტანა და მოვერთობოდით ცოტა. აქედან მივდივართ პინგ-პონგის სათამაშოდ ყველანი. მოვიდანოთ ერთი პინგ-პონგის მაგიდა და ვითამაშოთ ხოლმე შესვენების დროს. მაგრამ შენ აფერი აღარ გიშველის მაინც. მე დაგაფუნია რომ ვითამაშოთ პინგ-პონგი. გაისანახავები ვიქნები. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ანის. არ დაგავიწყდეს რომ კომპიუტერთან ჯდომისა შეასრულო ის ჰიგიენის ნორმები, რაც ამჟამად ისწავლეთ და ახამხამო და შეასრულო ის ვარჯიშები, რაც ჩვენ გასწავლეთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ასევე ძალიან დიდი მადლობა ქაბატონ ნინოს მობრძანებისთვის. მოკლედ, გვახსოვდეს რომ თვალის ჩინს თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდეთ. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ აკნესა და გამონაყარზე ვისაუბრებთ. რეკლამის შემდეგ. გაიგე, რატომ გაქვს აკნე და კავშირშია თუ არა გამონაყარის სქესობრივ ცხოვრებასთან. ეს იყო ძალიან დიდი ზომის და აქაც და რომ იყო რამდენიმე და ექიმები კვლავ ეთერშია, გადაცემის დაწყების თითქმის პირველივე დღიდან მაყურებელი გვწერს, რომ ვისაუბროთ კანის ყველაზე ხშირ პრობლემაზე, აკნეზე და აი ეს დღეც დადგა. რადგან ეს დღეც დადგა, დაიდოს აღიარებითი ჩვენება, ვის გაუმწარა აკნემ თინეიჯერობის ასაკი. მე მქონდა ეს მოკლე პერიოდი, მაგრამ ძალიან მწარედ მახსოვს, თუმცა უკვალოდ გაიარა საბედნიეროდ. მე არ მქონია მინდა გითხრათ, ახლა არ ვიბრანჭები მართლა არ მქონია, მაგრამ ჩემ მეგობარს ჰქონდა უახლოეს და მახსოვს როგორი გამწარებული იყო, მუდმივად იხედებოდა სარკეში, შემდგომში მუდმივად თითებით ამას ცდილობდა რომ რაღაცნაირად გამოედინა. ვარესი ემართებოდა, უღიზიანდებოდა და ბოლოს ერთი პერიოდი მახსოვს ერთი კვირა საერთოდ სახლიდანაც აღარ გამოდიოდა. წარმომიდგენია ხო თინეიჯერობის დროს ისედაც გარეგნობასთან მიმართებაში რაღაც კომპლექსები ჩდება და ამას კიდე საზღარი გამონაყარი რო დაემატება, შეიძლება დეპრესიამდე მივიდეს თინეიჯერი. აი მე კიდე საერთოდ არ მქონია ეგ პრობლემა. ძალიან არ გავიგოთ ახლა მწვერებში გაქვს თუ არა აკნე. შეიძლება ხო, მაგით არ მქონია წორს ვატარებ ბავშვობიდან. ბავშვობიდან მწვერები. უსტადო. აკნე არის სახის მიდამოში გამონაყარი, რომელიც ძირითადად თინეიჯერებს უშდებათ ხოლმე გარდატეხის ასაკში, თუმცა შეიძლება მოზრდილებით შეაწუხოს. ამის მაგალითს დღეს ჩვენ გადაცემაში ვნახავთ ჩვენი სტუმრის სახით. აკნეს გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, თუმცა მარტივად რომ ავხსნათ, ეს პრობლემა უკავშირდება კანის ზედმეტ ცხიმიანობას და კანში ბაქტერიების გააქტიურებას. არსებობს აკნეს სამი სახეობა, ჩვენ შეგვიძლია გრაფიკაზე ვნახოთ, ეგრეთ წოდებული შავწერტილოვანი გამონაყარი, თეთრწერტილოვანი და წითელწერტილოვანი. რომელიმე მათთაგანი თუ გართულდა, დაიწყება ანთება, უფრო დიდი და რთული ინფექცია ვითარდება, შეიძლება კისტები ან კვანძები უწოდოთ. საკმაოდ უსიამოვნო სანახავი, აი ხედავთ მონიტორზე, საკმაოდ არასასიამოვნო შესახედია და გარდა იმისა, რომ შესახედად არ არის სასიამოვნო, აგრეთვე იწვევს განსაკუთრებით თინეიჯერებში ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც. თითქოს ჯანმრთელობას არ ეხება და მხოლოდ გამონაყარია, თუმცა ამ დროს კანში საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს. მოდით მაყურებელს აუხსნათ თუ როგორ ვითარდება აკნე, რა მექანიზმია მისი განვითარების გამომწვევი. კანში არის მრავალი უწვრილესი ფორა, ყველა ფორას აქვს თმა და ცხიმოვანი ჯირკვალი, თითოეული ჯირკვალი გამოიმუშავებს ზეთოვან სიცხეს, რომელსაც ცხიმს ვეძახით. ეს ცხიმი ზრუნავს იმაზე, რომ თმა და კანი არ გამოშრეს. როდესაც ირღვევა ცხიმოვანი ჯირკვლის ფუნქცია, იქ გამოიმუშავებს ზედმეტ ცხიმს და სწორედ ეს არის აკნეს გამომწვევი მიზეზი. აკნეს პირველი ტიპი, ეს არის თეთრთავიანი გამონაყარი, წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ფორი ან წვრილი მილაკი მთლიანად ამოივსება ცხიმით. თუ ცხიმოვანი ჯირკვალი ჩაკეტილია, მაგრამ კანისგან მიმავალი ფორის დანარჩენი ნაწილი თავისუფალია, ფორა შავდება გამომშრალი ცხიმისგან და წარმოიშვება ესეთი შავთავიანი გამონაყარი. ხოლო თუ კანისგან მიმავალი ფორა მთლიანად
არა დაბლოკილია, კანზე ჩნდება სიწითლე. ამ შემთხვევაში სწორედ გვაქვს ესეთი ანთებითი წითელი გამონაყარი. თუ არის გამოსავალი და იყურნება თუ არა აკნე და როგორ დავიცვათ საერთოდ თავი აკნესაგან. მოდი სტუდიაში მოვიწიოთ დერმატოლოგი ქალბატონი მაია დათოაშვილი. გამარჯობა ქალბატონო მაია. მირთვით წყალი პირველ რიგში და რამდენად ხშირია გითხარით აკნე? აკნე ყველაზე გავრცელებული დაავადებაა კანის ქრონიკულ დერმატოზებს შორის და მომართვიანობის მიხედვითაც ერთ-ერთ პირველ ადგილზე არის. რადგანაც ქრონიკული დაავადება არის, გარკვეულწილად ყალიბდება როგორც კანის ერთგვარი მიდრეკილება და შესაბამისად მისი მკურნალობაც ამიტომ უფრო რთული არის. გასაგებია, რომ თინეიჯერების ასაკში დგება დრო, როდესაც ჰორმონალური დისბალანსის გამო გამონაყარი ჩნდება სახეზე. ამას ვერაფრით ვერ აუვლის გვერდს ვერც ერთი თინეიჯერი და ამის გამო არც უნდა ინერვიულონ მათ. თუმცა მე მყავდა პაციენტი ჩემს პრაქტიკაში, როდესაც სახის ერთი ნახევარი, მე მუშაობდი ამ თემატიკაზე საკმაოდ დიდი ხნის წინ, ქონდა მთლიანად გაფუჭებული, განადგურებული, მეორე ნახევარი ქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი. და რატომ? იმიტომ რომ მის ფანჯარასთან იჯდა იმ განათების პირობებში, საიდანაც სამხარეს ხედავდა ძალიან კარგად, მეორე მხარეს ვერ ხედავდა. ამიტომ წლების განმავლობაში მან აწვალა ცალი მხარე და დაჭირდა მერე უკვე კოსმეტოლოგიური პროცედურების წარმოება, რომ ის კანი ჩვენ აღვედგინა და ნორმალურ მდგომარეობაში დაგვებრუნებინა. რასაკვირველია, პირველ რიგში არ არის მიზანშეწონილი ხელი ვახლოთ. უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც დერმატოკოსმეტოლოგიური პროცედურები ტარდება, უკვე ამ პროცედურებიდანაც კი ამოღებული არის გარკვეულწილად აქტიური მექანიკური ჩარევა თვითონ იმ გაწმენდის პროცესში, იმიტომ რომ ის კიდევ ინფექციის განვითარების წყაროა. შეიძლება ნაწიბურიც გამოიწვიოს, ხო? არის შემთხვევა, როდესაც სულაც არ აქვს აკნე და უბრალოდ არ მოსწონს სახისფერი და ტონალობა და ამის და გამო იყენებს ტონალურს. ტონალურიც უნდა იყოს, არ უნდა იყოს ცხიმოვან ფუძეზე დამზადებული, რამე თუ ის გაჭედავს ფორას, შეავსებს სწორედ იმისთვის ბურბულს და სწორედ პროვოცირებას გაუკეთებს აკნეს განვითარებას. არასწორად შერჩეული მაკიაჟი შეიძლება იყოს აკნეს გამომწვევი მიზეზი. ზე და გამონაყარი არის კიდევ ესეთი მითი. როდესაც სახეზე არის გამონაყარი, ანუ აკნე, წადი მიიღე, გაირუჯე და შენი სახე დადგება წესრიგში. ეს სიმართლეს შესაბამება. ულტრაისფერის სხივები უფრო კარგად მოქმედებენ, როდესაც გამონაყარი ზურგზე. აკნე არ მარტო სახეზე, არამედ გულმკერდის წინა ცენტრალურ ზედაპირზე, მხრებზე და ზურგზეც ვითარდება. ზურგის ფორმაზე უფრო დადებითად მოქმედებს. სახეზე ცოტა ინდივიდუალური არის. აქ მარტო როდესაც დასასვენებლად მიდიან, სხვა და მზის ურთიერთმოქმედება კომბინაცია იძლევა დადებით შედეგს. არის კიდევ მეორე ვარიანტი, რუცხებულობს და გარკვეულად ნიღბავს ის გამონაყარს. და შთაბეჭდილება იქნება, რომ უკეთესად არის. საკვებსაც უკავშირებენ ხოლმე აკნეს გაჩენას და გართულებას. დარბას მინდა ვკითხო მოიმაჯოთ თქვენი ნიშნულები თუ შეიძლება. როგორ ფიქრობთ, მითია თუ რეალობა, რომ შოკოლადის ჭამა იწვევს აკნეს? და ეს ნამდვილად მითია. შოკოლადი აკნეს არ იწვევს, ბევრი შოკოლადის ჭამამ შეიძლება სხვა პრობლემები გამოიწვიოს, მაგრამ აკნეს ნამდვილად არ გამოიწვევს. ზოგადად კვება რა კავშირშია სახის გამონაყართან და აკნესთან? ეს აკნეს როგორც დაავადებას არ გააჩენს, მაგრამ თუ აკნე არის გარკვეული ტიპის საკვები, თანაც ეს ინდივიდუალური არის, შეიძლება გაამწვავოს აკნე. გავიგეთ, რომ თინეიჯერობის ასაკში ეს პრობლემა არის, მაგრამ ჩვენ გვყავს დღეს სტუმარი, რომელიც არის ზრდასრული და ეს პრობლემა კვლავ აქვს. მაშასე ექიმების სტუმარია დიზაინერი ზალიკო ბერგერი. გამარჯობა ზალიკო, მოგესალმებით, მოგზავნით, დაბზანდით. მოგვიყევი ერთი რამ შეგაწევ. ნუ ეს იყო ძალიან დიდი ზომის და აქაც და ნუ იყო რამდენიმე და ისე რომ აი რუსთავიორის ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობდი და გრიმიორმა ვერ მოახერხა რომ დაეფარა იმ ხელები იყო. თინეიჯერობის მერე მოყვება ეგან რომ დაიწყო. თინეიჯერობისას არ მქონდა და ვაფშე საერთოდ ის რა ქვია, კაი კანი მაქვს და ეტყობა თვალი მეცა ეგეც. ხო, ისე ეგეც მომწონს რომ იქნებ ეხლა ვარ თინეიჯერი და მე არ ვიცი არის კიდე. ყოველ შემთხვევაში თავს განვიცდი როგორც თინეიჯერი. მე უფრო რაღაცა ეგეც მითია თუ რეალობა არ ვიცი და დავაბრალე უფრო თხილს თქვა და არ ვიცი. მიყვარს თხილი? ხო და აი ეს ქართულ თხილს რომ მოიტანენ ხოლმე მოხალული ქართული თხილი რომელიც შეიძლება აი მთელი რამდენჯერმე მოატანინო და მთლიანად შეიძლება გთხოვოთ ამ წუთას აქვე მობძანდეთ თუ ზალიკო არ არის წინააღმდეგი რა თქმა უნდა და გითხრათ რა ტიპის აკნეა ეს რა მდგომარეობაა ზალიკოს წერის მიდამოში აქვს გამონაყარი როგორც აღნიშნეთ მოვარდისფრო ლაქოვანი გამონაყარი მცირე კვანძოვანი ელემენტი არის ცენტრალურად ჩირქოვანი კერა იყო ეტყობა ლოყის არეში და კვანძის სახით ეხლა უკუგან ნარჯულობენ
უწვალებია თან. უწვალებია კიდევაც. ღიად და თავისუფლად თავის პრობლემაზე საუბრობს. რითი დავეხმაროთ? მამაკაცებში გაპარსორებ გარკვეულწილად გაღიზიანებას ახდენს რასაკვირველია და ანთებითი პროცესიც ვითარდება. რაც შეეხება თხილის ჭარბი მიღებას ან თუნდაც რაღაცა სხვა ტიპის სასმელის თუ საკვებთან დაკავშირებით თუ ზოგადად მისთვის რახან აღნიშნავს რომ მაინც თხილთან რაღაცნაირი ასოციაცია არის, ალბათ ზოგადად თხილი უმწოვებს მას გამონაყარს და არა მარტო აკნეს. მადლობა. როდესაც ადამიანს აწუხებს აკნე, უნდა მივიდეს ექიმთან, შეირჩეს მისთვის ინდივიდუალური, როგორც მოვლის საშუალებები და მოვლის ხაზი, ასევე მედიკამენტური თერაპია. კურნალობა როგორც იცით არის საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი, დროში გაწელილი და ასე შემდეგ. ბოლო-ბოლო C ჰეპატიტზე მოიგონეს წამალი დალევ და აღარ არის ვირუსი. უნივერსალური მეთოდი არ არსებობს, რა იწავისო და ერთ კვირაში გაიაროს. გითხრანება. არსებობს უნივერსალური, მე ვიცი, ეს არის რეგულარული სექსი. სექსი მეთოდია კოტე? ერთ-ერთი მეთოდია, ერთ-ერთი. ჩვენი ეკიმე გვეუბნება აშვენება, მაგრამ დარბაზი ძალიან მაყურებელი. ესე იგი დისკი და სექსი შველის ფრაგმენტი და ყველა დანარჩენი. ხილი ყოფილა რომ გუყავს და მოაშორე აქედან. ხო. კარგით, ეხა გვეყოფა. მართლა არსებობს მითი იმის შესახებ, რომ სექსუალური ცხოვრება თუ არ გაქვს მოწესრიგებული, გაქვს აკნე. მოდი სერიოზული პასუხი მივიღოთ ექიმისგან ამასთან დაკავშირებით. რაღაცა საბალანსირებს აწყობილი, დალაგებული სქესობრივი ცხოვრება შეიძლება რასაკვირველია დადებითად იმოქმედოს, მაგრამ ასეთი პირდაპირი კავშირი აქ პირდაპირ რეკომენდაციები არა, მაგრამ ეხა მე ჩავერები თუ შეიძლებათ ესე ჰორმონალური სპექტრისთვის, დაწყობილი ჰორმონალური სპექტრისთვის აუცილებელია მართლაც და რეგულარული ნორმალური სექსი რეპროდუქციულ ასაკში. თუ ჰორმონალური სპექტრი დაირღვა, ეს იწვევს სხვადასხვა სახის ჰორმონალურ გამონაყარს სახეზე, რომელსაც შეიძლება აკნე არ ქვია იმ შემთხვევაში, მაგრამ ხშირად ერევათ ხოლმე. ცოტა განსხვავებული ამასგან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთმანეთს თუ დაემთხო ერო. ხო, აი ამ თინეიჯერობის ასაკში ძირითადად მაგას აბრალებენ ხოლმე, ხო, რომ ესე იგი მომწიფებელი და ჯერ სექსის არ ქონის და გამოაყრია ესე იგი სახეზე და რომელსაც უფრო მეტი გამონაყარი აქვს, ესე იგი ნაკლებად არის დაკავებული ამ საქმით. არის ასევე ესეთი რჩევა ხოლმე დაუშვათ გოგონებთან, როცა აქვთ გამონაყარდეს ხანგრძლივად მიმდინარეობს, გათხოვდით და გაგივლის. აი ხოლმე თუმის გამო ხაჭაპურია. ესეთი უცნაურია, გათხოვდით და გაგივლის, ესეც მე მგონი მითია. ხო, კარგი, თქვენ როგორც თქვით, უნივერსალური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს აკნესთვის, საკმაოდ რთული ყოფილა აკნე და მისი თავიდან მოცილება. დარბაზს მინდა ვკითხო, არის თუ არა ვინმე დარბაზში, ვისაც აკნე აწუხებდა და ეს პრობლემა მოაგვარა. აი, გოგონა პირველ რიგში, გაგვეცანით თუ შეიძლება და გითხარით, როგორ მოერიეთ აკნეს. გამარჯობა, მარიამი 23 წლის. ოღონდ არ გითხრათ, რომ გათხოვდით და ამის მერე პრობლემები არ არის. გათხოვილა. ადრეული ასაკიდან მაწუხებდა ეს პრობლემა, ასე თქვა, თინეიჯერული ასაკიდან და ხანგრძლივი იყო. ეხლა მშვენიერი კანი გაქვთ, მინდა. მადლობა. ექიმთანაც, დერმატოლოგთანაც, რა თქმა უნდა, ვიყავი, იყო როგორც გარეგანი ჩარევა, ასევე შინაგანადაც ვკურნალობდით, ჰორმონულ აბებსაც ვიღებდი. თუმცა არანაირი შედეგი. გულწრფელად რო თქვა, ექიმთან ვიზიტები რაც შევწყვიტე, მას შემდეგ დამოუკიდებლად თავისით გაქრა. მე უფრო მეტად ვაბრალებ ამას იმას, რომ მოვიწესრიგე კვების რაციონი, უფრო ჯანსაღ ცხოვრების სტილს მივყავი ხელი და ასე ვთქვათ, იმანი ქონია მეტი გავლენა. ასევე სტრესსაც ვაბრალებდი, ну, რა თქმა უნდა, ურთიერთგამომწვევი კავშირი იყო აკნე იწვევს და სტრესს და პირიქით. და როდესაც ასე ვთქვათ, ნაკლებ ყურადღებას ავაქცევდი ამ პრობლემას, ნაკლებად მაწუხებდა შესაბამისად. ერთ საღვნიშნავ კიდევ მეც რომ ზაფხულობით გაცილებით კარგი მდგომარეობა იყო ჩემს კანზე და ზამთარში პირიქით. არ ვიტყვი რომ ეს ნამზევრის ბრალი, იმიტომ რომ რუჩს ვერ ვიგებ რატო. ზამთარში ახლაც უფრო მეტად მაწუხებს კანი ვიდრე ზაფხულში. ისე გავრცელებულია კიდე რომ აი მარიამის კანის ფერის ადამიანებს უფრო ხშირად ემართებათ, ხო? მეც მგონია. მაცხოვრებლებისთვის უფრო ნაკლებად არის მძიმე ფორმები დამახასიათებელი სამხრეთ ევროპულ, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მაცხოვრებლებისთვის უფრო მეტად არის დამახასიათებელი. გავამხნევებ ტაში თქვენი სტუმარი, რომელსაც შვენიერი სახის კანი აქვს. ძალიან ისეთი საინტერესო და ნიშანდობლივი რამე თქვა მარიამმა, რომ ექიმთან სიარულს და მკურნალობას თავი დავანებე, ამის მერე გაიარა თავის ამ პრობლემამ. მართლა ყველაფრის მკურნალია დრო? თუ გარდატეხის ასაკში მიაქცევენ ყურადღებას, უფრო მეტი შანსია, რომ მოზრდილთა ასაკში აღარ გაყვეს, ან რთული ფორმა არ ჩამოყალიბდეს აკნე. აბა თქვენ თუ იცით ეს რა არის? ჩადის ქვიტიო. აი, როგორი ნიშნები სპირტი. სპირტში რაღაცა გაურიე და ის ბამბის იმითი რაღაცა ვიჩალი ჩემოკლეთ. თუ 72%-იანი სარეცხის საპონი. ო, ეგ არ ვიცოდი. აი ეს ნივთებია, რომელსაც გოგონები მართლა ძალიან ხშირად იყენებენ სახლში სახის გასაწმენდად, ამით იბანენ, იხეხავენ. რამდენად მართებულია ამის გაკეთება?
სარეცხი საპონია და არა სახის საპონი. რა საკურველია? სარეცხი უნდა გარეცხო. სარეცხი საპონი პოპულარული იყო საბჭოთა პერიოდში, თავისებური ეგრეთ წოდებული ქერტლისთვის იყენებდნენ ხოლმე. გარკვეულწილად რაღაცას არეგულირებდა რა საკურველია, მაგრამ ჯერ ერთი ალბათ ეს სარეცხი საპონი არ არის ის იმ ხარისხის რაც გამოდიოდა თავის დროზე და ეს არის რა საკურველია ტექნიკური სოდა არის, რომელიც არანაირად არ არის მისაღები. მოკლედ აი ამით სახეს ნუ დაიბანთ. ამით სარეცხსაც აღარ ეცხავენ და სახეს ეს ინფლუენსერია რომ ნაცრით დროს არ ეცხავდნენ. აი ტექნოლოგია. სპირტიც მე მგონი დიდად მართებული არ უნდა იყოს. მარტო სპირტი არ, მაგრამ სპირტხსნარზე არის დამზადებული გარკვეული ტიპის საკნე საწინააღმდეგო წამლები, იგივე საკმაოდ ცნობილი ზინერიტის ხსნარი, დერმოსეპტის ხსნარის სამამულო წარმოების პრეპარატი. რა საკურველია და მარტო სპირტი არც არაფერს არ იზავს, უბრალოდ ხანგრძლივობა პრეპარატის შენახვის. ეს უფრო გამოაშორს მემბრანიკას და უარეს. ზოგადად უპირატესად ჭარბცხიმიანობით მიმდინარეობს საკნე, თუმცა მოზრდილთა ასაკში პირიქით არის ხოლმე რომ უფრო მშრალი კანის ფონზე მიდის საკნე და რასაკვირველია ხსნარები და მით უმეტეს ესეთ სპირტის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ესეც გადავდეთ გვერდზე. ჭადის ფქვილი დაგვრჩა. ჭადის ფქვილი. ეროვნული სკრაბის ეფექტია გარკვეულწილად მიკროკრისტალები, რომელიც ასუფთავებენ ფორებს და მექანიკური მოქმედება აქვს რასაკურველია, რელიეფს ასწორებს და უფრო უკეთესად გამოიყურება კანი, მაგრამ ჩვეულებრივი ჭადის ფქვილი რასაკურველია, შეუძლებელია მაინც რომ იმ ტექნოლოგიას გაუტოლდეს, როდესაც რასაკურველია. როდესაც აკნე ადამიანს შეიძლება ამის გამოყენება უფრო მეტად ხوار დააზიანოს შეიძლება გაუგზიანოს კი დაფქვის რა ხარისხი არის, რამდენად სუფთად არის ეს გაკეთებული რასაკურველია, სამედიცინო გამოყენების ფონზე უნდა იყოს დაფხვილი. იმერეთში. პრინციპში ყველაფერი დავივიწყეთ ჩვენ რაც აქ წარმოვადგინეთ, ეს არის სარეცხი საპონი, სპირტი და ჭადის ფქვილი. ზალიკო, შენ რას აპირებ? ხილი გადავდეთ გვერდზე და შევთანხმდით ვისკი და ზექსზე. დერმატოლოგთან ისვა ჩასუსადე. მოდი კოტე, მადლობა გადაუხადოთ ჩვენ სტუმრებს დღევანდელ ჩვენ გადაცემაში მოსვლისთვის. დიდი მადლობა დარბას. ჩვენ დღეს განვიხილებთ რამდენიმე საინტერესო თემა, ეს იყო თვალის პრობლემები, აკნე, ეს იყო გადაცემა ექიმები. ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს რუსთავი 2-ზე. გემშვიდობებით დროებით.